შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს ძალოვანი უწყების მუშაობის ერთწლიანი შედეგები წარუდგინა. ღარიბაშვილმა მთავარ მიღწევად პოლიციის დეპოლიტიზირება და სამინისტროს რესტრუქტურიზაცია დაასახელა, რომლის ფარგლებშიც გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები, ხოლო მათ ნაცვლად ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები შეიქმნა. მინისტრმა ნახევარსაათიანი სიტყვით გამოსვლისას ყურადღება კიბერუსაფრთხოებაზე და სამინისტროს ფარგლებში კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. 2012 წლის ნოემბრიდან სამინისტრო სრულად გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. გავხსენით ახალი შენობები, სადაც განთავსდა სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები. მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო წლის ბოლომდე დასრულდა დაახლოებით 100-მდე სამშენებლო სარემონტო პროექტი. 30%-ით გავზარდეთ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა. რამაც გაზარდა საპატრულო პოლიციის მომსახურების არეალი და დაფარა აქამდე აუცილებელი მიმართულებები. კოლეგებისგან მილოცვა ირაკლი ღარიბაშვილმა ანგარიშის წარდგენის დასრულებისთანავე მიიღო. მთავრობის წევრებმა ღარიბაშვილის საქმიანობა წარმატებულად და ეფექტურად შეაფასეს. მინისტრმა პოლიციის დეპოლიტიზირებაზე, კრიმინალის შემცირებასა და გახსნილ დანაშაულთა მაღალ მაჩვენებელზე ისაუბრეს. მთავარი მიმაჩნია, რომ არის დეპოლიტიზაცია პოლიციის. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ უკვე რასაკვირველია ეფექტური ბრძოლა დანაშაულთან, დანაშაულის პრევენცია, ასე შემდეგ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა. ყველაფერი არის ის, რაც ასე ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და რაც სამწუხაროდ ვერ ხერხდებოდა წინა წლებში. რეფორმები, რომელიც შარშან ზუსტად ამ დროს დაიწყო, არის წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ის რომ კრიმინალის მაჩვენებელი არის მკვეთრად შემცირებული, ის რომ გახსნის მაჩვენებელია გაზრდილი და რა ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების წინ ყველა გრძნობს ამას, რომ პოლიცია ნამდვილად არ ერევა საარჩევნო პროცესში, ნამდვილად დეპოლიტიზირებული არ ხდება განსხვავებული აზრის დევნა, ისე როგორც ეს იყო თუნდაც წლინახევრის წინ. მთავრობის წევრებისგან განსხვავებით პოლიციას დეპოლიტიზირებულს ვერ უწოდებს გიორგი ვაშაძე. ნაციონალური მოძრაობის წევრს მიაჩნია, რომ ისევე როგორც წინა მთავრობის დროს, დღესაც პოლიცია პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას კვლავ განაგრძობს. ვაშაძემ ამის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა. ოზურგეთში სადაც ჩამოსულიყო ლანჩხუთიდან ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი და მოყევი და პრესკონფერენციაც ჰქონდა იქ ფაქტის შესახებ, როცა ქართული ოცნების შტაბის წევრები პირდაპირ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი შტაბის უფროს და ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის წინ, პოლიციის შენობის წინ და პოლიციელები ამ ყველაფერს უყურებდნენ. აი ამ ფონზე ხა ზეპირად ყველა იტყვის, რომ დეპოლიტიზებულია. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დეპოლიტიზებულია პირიქით. სჭირდებოდა დეპოლიტიზირება? ჩემი აზრით პირდაპირ გეტყვით, რომ რა თქმა უნდა საჭირო იყო და კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი იმ მიმართულებით, რომ პოლიცია იცავდეს წესრიგს და არ ერეოდეს საარჩევნო პროცესში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ პოლიციაში სიტუაცია წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. კახა კოჟორიძე ძალოვან უწყებას მოუწოდებს პრობლემის ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამინისტროს ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს და მისი დამალვა არ სცადოს. ჩვენ არ აქვს იმის ილუზია, რომ აღმოიფხვრება აბსოლუტურად რაიმე სახის ძალადობის ნიშნები მომავალში, თუნდაც პოლიციელთა მხრიდან და ეს აბსოლუტურად გამოირიცხება, მაგრამ ჩვენთვის თავარი არის ის, რომ როდესაც ამის შესახებ ცნობილი გახდება საზოგადოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ზოგადად სამართალდამცავი სისტემა უნდა ამოქმედდეს მაშინვე და შეეცადოს არა მიჩქმალვას, ხელის დაფარებას ფაქტების, არამედ საშკარაოს გამოტანას, გამოძიებას, კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. სამინისტროში ანგარიშის პრეზენტაციისას სპეციალურად მომზადებული სარეკლამო ვიდეოც აჩვენეს, სადაც უწყების ერთწლიანი მუშაობა იყო შეჯამებული.